Უშუალოდ 27 იანვარს თოჯინების მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრების გამოფენა გაიხსნა, რომელიც 10 თებერვალამდე გასტანს. გამოფენას ჩვენი გადაღების ჯგუფი დაესწრო და გავუძოთ გვანცა ბერძენაძის სიუჟეტს. 27 იანვარს თოჯინების მუზეუმში გამოფენა სახელწოდებით ხალხში გაბნეული მარგალიტები გაიხსნა. ცვლადი ექსპოზიციების დარბაზში 7 თვითნასწავლი ავტორის ნამუშევრები არის წარმოდგენილი. აქ ვნახავთ როგორც ნაქარგ, ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ასევე ხელნაკეთ თოჯინებს. ბევრ მათგანზე არც იცის საზოგადოებამ, ზოგისთვის პირველია ეს გამოფენა. უბრალოდ აი თვითნასწავლობის თემით გავაერთიანეთ ჩვენ ეს მხატვრები. და მე ვფიქრობ, რომ იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს ჩვენ აი სრულად შემთხვევით რაღაც პერიოდების განმავლობაში ისე ვაწყდებოდით. აი პირველი იყო ეს 84 წლის ქალ, ჯერ 83-ის იყო, როცა ჩვენ გავით მისი ნამუშევრები გავიცანით და ავთოვანდით და აი მაშინ ვფიქრობდით რაღაც გამოფენას და მე ნელ-ნელა შემოგვემატნენ აი ეს მარგალიტები, ნამდვილად მარგალიტები და ალბათ ბევრია კიდე. ესეთი თვითნასწავლი, თვითმყოფადი მხატვრები და მე ვფიქრობ, რომ ამას უნდა მივცეთ ჩვენმა მუზეუმმა, უნდა მისცეს ტრადიციული სახე და წელიწადში ერთხელ მაინც გავაშუქოთ აი ესეთი არაპროფესიონალური კარგი მხატვრების ნამუშევრები. ქალბატონი გულნარა ნამუშევრებს ზეთში, აკვარელში და პასტელში ქმნის. მისი 200-მდე ნახატი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც იყო გამოფენილი. არ გახლავართ პროფესიონალი მხატვარი, გახლავართ მოყვარული. ხატვა დავიწყე დაახლოებით 40 წლის ასაკში. მაქვს 200-მდე ნამუშევარი. სხვა გამოფენებში მაქვს მიღებული მონაწილეობა. თუ მოეწონება დამთავრებული სასიამოვნოა. მადლობა სუხთი ორგანიზატორებს, ვინც მოაწყო ეს გამოფენა. ჯემალ კვანტალიანი 5 წლის ასაკიდან ხატავს. პროფესიით სპორტსმენს პირველი პერსონალური გამოფენა კრივის ფედერაციამ მოუწყო, სადაც 154 ნახატი იყო წარმოდგენილი. სპორტსმენი გახდით საქართველოს ნაკრების წევრი და სპორტის ოსტატი და როცა ვიყავით შეკრებებზე, სოხუმში, ბათუმში, ლესელიძეში, ჩემი მოდელები იყვნენ ჩემი სპორტსმენები, მხატვრული წარმოარჩიები, სპორტული მამაკაცები, როგორც ისე გოგონები, ჩემი მეგობრები, ასე იყვნენ ესე იგი ფეხბურთელები, მოკრივეები, მოჭიდავეები, უამრავი შარჟები მაგაკეთებული მოჭიდავეებზე ძალიან ბევრი. ხო და ალბათ იქ დავოსტატდი ოდნავ და სხეული შევისწავლე, ანატომია ადამიანის შევისწავლე. მაგრამ მე, რადგან თვითნასწავლი მხატვარი ვარ, მე არა ვარ შეზღუდული, ვხატავ შარჟებს, ვხატავ პეიზაჟებს, როგორც ფანქარში, ასევე აკვარელში, უამრავი პეიზაჟი მაგაკეთებული, პორტრეტები მაგაკეთებული. ჩემთვის საინტერესოა, შეიძლება სულთვის არა, მაგრამ მე მაგალითად აქ რიხტერის კონცერტზე საბჭოთა ჩემპიონატზე მონაწილეობდი და ერთი მეგობარი მყავდა, რომელიც მამა იყო დიდ თეატრში და რიხტერის კონცერტი იყო და წავედი რა, უბის სიგნალი მქონდა, იქ ჩავიხატე ეს ჩანახატი ცნობილი პიანისტის სვიატოსლავ რიხტერის. მე ეს გავაყრავდი. შემოქმედთა შორის ყველაზე ხანდაზმული 84 წლის მაყვალა დავით ულიანია. პროფესიით ისტორიკოსმა ნამუშევრებზე მუშაობა ასაკში დაიწყო და უკვე საკმაოდ ბევრი ნახატი შექმნა. ეს ახლა ძალიან მცირე რაოდენობა ამოკრეფილი, რაც მას გააჩნია. საოცარი სითბო მოდის, ენერგია მოდის, რაღაც გასაოცარი, ძირითადად რელიგიურ თემაზე მუშაობს. ეს ქალბატონი გახლავთ ისტორიკოსი და ეთნოგრაფი. ასე რომ მთელი ცხოვრება უწევდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში მუშაობა, მოგზაურობა და ბევრი რამ აითვისა ამ ექსპედიციების დროს. და მე უკვე ესეთი ღრმა ასაკში გადაწყვიტა, რომ ესეთი ხელოვნებისათვის დაეთმო დრო და აოცებს თავის ოჯახის წევრებს და მე აი ისინი ესე აღწელებენ და მოიტანეს ჩვენამდე, რომ აი ყავს ესეთი ქალბატონი. ნამდვილად უნდა იცნობდეს ამას ზოგადად მე მგონი რომ ამ დარგის მოყვარულები საჩვენებლად, სასწავლებლადაც უნდა მოდიოდნენ, როგორ აქვს ფერების შეხამება, თვითონ ტექნიკაში როგორ აქვს ეს განხორციელებული. 10 თებერვლის ჩათვლით დამთვალიერებელს საშუალება ექნება აქ წარმოდგენილი თვითნასწავლი მხატვრების შემოქმედებას გაეცნოს.